ეს საკითხი დავიწყებდე ძალიან მოგესალმებით. გადაგმოვიდეს პროექტს წარმოგიდგენთ ხელავში ლევან ახალმოსულის სახელმწიფო აღნაგობის შეშეგულების რომლის გაგრძელებასთან დაკავშირებით საკითხი საკითხია 2010 წლის 22 აპრილს ჰქონდა აღნაგობის შეშეგულება გაფორმებული 5 წლიანი ვადით გაუვიდა ვადა და მოითხოვა აღნაგობის შეშეგულების ვადის გაგრძელება. ამაზე ვიმსჯელეთ და ვთქვით, რომ ინტერესები მოგახსენეთ, ვარაი რა ვიმსჯელეთ და გადაწყვეტილება. აქ გადაწყვეტილება მიღებული იქნა ესეთი სახით, რომ უარი ერქვას აღნაგობის შეშეგულების ვადის გაგრძელებაზე. ანუ შეხვდება აღნაგობის შეშეგულება რაც საუბარია იმასთან დაკავშირებით, ეს არის ძირითადი ქონება, აუცილებელი ქონება, სადაც მიზანშეუწონებია როგორც კაპიტალური, ისე არაკაპიტალური ნაგებობების შენელობა თან ხანგრძლივი ვადით, აქედან გამომდინარე მიზანსრულად მიიჩნია ბიურო უარი უთხრას მერიას აღნაგობის შეშეგულების გაგრძელებაზე. არა, მისიც განმარტეთ მომავალში შესაძლებლად მიგვაჩნია პიროვნება ახალმოსულიშვილმა მომართოს განცხადებით იჯარის შეშეგულება ხან მოკლე ვადით იჯარის შეშეგულების გაფორმება. იქ და გამომდინარე რომ აქ ისევ რაღაცა აწარმოებს რაღაცას. აქედან გამომდინარე ეხლა რაც გავიდა ის შეშეგულებით ვადა მანამდე, ხო? ეხლა რანაირად მუშაობს? რა თანხას იხდის? აქვს თუ არა უყურება? იხდის იმ თანხას, თავისთავად ცხადია, რაც იმით ჰქონდა გასაუბრებელი. მაგრამ აი ამ გადაწყვეტილების მიღებიდან ძველი ხელშეკრულების თავისთავად ძველი ხელშეკრულების ნორმები მოქმედებს და როგორც შეუძლება უკვე ოფიციალურად, ну ალბათ ის გადაწყვეტილებაც ოპერატიულად იქნება მიღებული. ან იჯარის ხელშეკრულება, ან ხო ან არა, თუ გაუგრძელდა დადგენილ იჯარის პირას გადაიხდის, თუ არა საერთოდ გაუგრძელდა. მოკლედ, აღნაგობის ხელშეკრულებაზე უარია და შემდგომში განვიხილოთ იჯარის მიცემა და არა აღნაგობის მიცემა. ეს პროცედურულად იურიდიულად სხვანაირად და მან საერთოდ ფაქტობის დასაზუსტებელი გაიმართება შენობა ბევრად ნაკლებია, ვიდრე 20 კვადრატი მოთხოვნილი რაც იყო. ან ეგ შესაძლებელია საერთოდ აღნაგობის შეშეგულება და აღნაგობის ცნება არ ითვალისწინებს იმას, რომ ის ფართი რაც გადაეცა თქვა მიწისა თლიანად დაკურთული იყოს შენობა. შესაძლებელია აი ეს, მაგრამ ეგ დარღვევა აქ არის უკვე სხვა თემა. იჯარის შემთხვევაში როგორ იქნება? იჯარის შემთხვევაში მიწა იქნება. მიწის უნდა გადაიხადოს საიჯარო. 20 კვადრატი ჩაითვლება ის როებით კონსტრუქციულ ნაგებობად, რომელიც გადატანა ნებისმიერ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი. თვითონ ეს აღნაგობის ხელშეკრულება თავის დროზე არასწორად იყო აღნაგობის ეს კაპიტალური შენობა უნდა იყოს თვითონაც და ხელშეკრულებაში წერია რომ მიეცეს არაკაპიტალური შენობა რომელიც გარღვევა იყო რაღაც ლაფსუსები ხელშეკრულებაში გადაწყვეტილებები. მოკლედ ის ხელშეკრულება თავის დროზე იყო არასწორად შედგენილი და ჩვენ მაგის გაგრძელებას ანუ არასწორ ქმედებას არ ვაპირებთ. შესაბამისად ვაუქმებთ უარსეუბნებით ხო შესაძლებელია ბევრი ასეთი იყოს არასწორად გაფორმებული. სხვა ფორმით, ანუ იჯარის ფორმით განვიხილოთ გადაცემა აღნიშნული ობიექტის. აი ეს არის მოკლედ სახის არსება. როგორ? 5 წლით მიეცესო და 5 წლით იყო განსაზღვრება წარმოდგენილ პროექტზე საკრებულო ევროა 500-ს. ანუ თანხმობის მიცემაზე აქვს 500-ს. უკვე აღარ არის, აღარ ფუნქციაზე ლაპარაკია. გინდა 10 ჩაწეროს ახლა და გინდა ეგეთ შეცდომა მეგონი რომ აღნაგობაზე 5 წელია. აღნაგობა 99 წელია ვანდალა. აღნაგობა ის თემა რაც შეიძლება მაქსიმალურად უნდა გაიცეს რომ აღნაგობის მეტი უფლებები. მესამე აქეთ არ ესეთ ვადიან რაღაცებს როცა ვაძლევთ ჩვენი უფლებამოსილების ვადებში მივცეთ ყოველთვის. ო, ამიტომ იმაზე მეტი ხო, იმას შეიძლება ვიჯარა მეგონი 2 წელზე მეტი რა. არა. კანონი განსაზღვრავს გასაგებო 2 წელს. მარტივად იქნება რა ეს მოკლედ ერთხელ კიდე ჩამოვაყალიბებ და კენჭი უყაროთ რა
მეუბნები უარს აღნიშნული ხელშეკრულების ვადის გაგრძელებაზე. მომხრევინ არის რომ უარი ეთქვას ვადის გაგრძელებაზე. ბატონო შუთა აფიქსირეთ შეიძლება. წინააღმდეგი? ანუ მიღებული აქვს.